მოსამართლის განჩინების საფუძველზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა არასრულწლოვანების ტრაფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავეს ტრაფიკინგის გეგმა. გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით გადაიბირეს მათზე მატერიალურად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილები, რომლებსაც ბათუმში ტურისტულ ადგილებსა და სხვა ტერიტორიაზე მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ. ასევე დგინდება, რომ შეგროვებულ თანხას ბრალდებულები ისაკუთრებდნენ. გამოძიების მსვლელობისას მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებით დასტურდება დანაშაულის ჩამდენი პირების მიერ დანაშაულის განხორციელების ფაქტი. არასრულწლოვანები გადაყვანილი არიან სახელმწიფო სერვის ცენტრებში, რომლებსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე აღარ ემუქრებათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 153 სეგუნდა მუხლის მეორე და მესამე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მადლობა.